გვინდა გესაუბროთ მიტევებაზე. ქრისტე ამბობს, რომ მიუტევეთ და მოგეტევებათ. შეიძლება ადამიანს შეუნდო, მაგრამ არ შეურიგდე. კი არ დათმეს ქრისტეს გულისთვის, არამედ მოიპოვეს ქრისტეთი. მოქმედებით სინანულს აქვს ნაყოფი და არა მარტო სიტყვით გამოხატულ სინანულს. როგორც კი აპატიებ, ანუ როგორც კი ზიზღს მოიშორებ, როგორც კი სიძულვის მოიშორებ, იმ წუთას შემოდის ღვთიური სიმშვიდე. თუ ღვთისგან მიდიხარ გიშვებს, თუ მისკენ მოbrunდები მიგიღებს. სიკეთე ინვესტიცია უნდა იყოს. იუდაზე რაც თქვა ქრისტემ, ესეთი მძიმე სიტყვა ბიბლიაში არავის არ არის ნათქვამი. ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც შენდობა დამოკიდებულია შეგნებაზე. და მარხვა არის ღმერთის და კაცის სიყვარული. ბევრი რამე არის უფალო ისეთი რამ რაც ცოდვა არ არისო, მაგრამ შენთან მიახლებაში ხელს გვიშლისო. ანუ კაცი რომელიც ღმერთთან მივიდა იმისთვის რომ გამდიდრებულიყო, ბოლოს ამ ყველაფერმა მერე ღალატთან მიიყვანა. დაფარულში ვინ ხარ შენ? ამის მიხედვით აფასებს ღმერთი. და ყველაზე ცოდვაზე უფრო დიდი შეცდომა არის, როდესაც ადამიანს გონია რომ შენ ღმერთი არ გელოდება. სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გული. მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვინდა გესაუბროთ მიტევებაზე, მიტევების კვირაზე. ეს მარხვის დასაწყისის წინა კვირას არის, იკითხება სახარება მიტევების შესახებ. და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ქრისტიანისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ რევლისთვის, ვინც აპირებს მარხვას. თუმცა მართალი გითხრათ, ეს ბევრისთვის გაუგებარია. მეც აი თვითონ სიტყვა მიტევება, პატიება ჩემთვისაც ძალიან ბოლომდე ამოხსნილია, მას ვერ გეტყვით ამ სიტყვას, მაგრამ შინაარსი ვიცი ესე, რომ თუ შენ გინდა ღმერთთან მისვლა, ადამიანები შენგან პირველ რიგში ნაწყენები არ უნდა იყვნენ, შენგან მოძულებულები არ უნდა იყვნენ და შენგან ნატკენი და ყოველი ნაბიჯის გამო შენდობა უნდა თხოვო მათ. თუმცა ეს უნდა გააკეთო არა იმის გამო, რომ მარხვას იწყებ, არამედ იმის გამო, რომ ქრისტიანული ხარ და ქრისტიანობაში ადამიანის მიმართ ადამიანის განაწყენება არასოდეს არ არის მიღებული, გინდ მარხვა იყოს, გინდ ხსნილი. ეს სახარება ესე იწყება, თუ თქვენ არ მიუტევებთ თქვენს შემცოდეებს, არც თქვენი ზეცათა მამა მოგიტევებთ თქვენსავე შეცოდებებს. აქ უკვე პირიქით არის, რომ ვინც ჩვენ გვაწყენინა, ვინც ჩვენ გული გვატკინა, ვინც ჩვენ ცუდად მოგვექცა, იმათ უნდა ვაპატიოთ. აი ეს უკვე არის ძალიან რთული, რადგან ზოგჯერ ადამიანები ძალიან მძიმედ იქცევიან და რამდენად შეიძლება ეს ყველას ეპატიოს შენგან, ჩემგან, თქვენგან. მე ვფიქრობ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ცუდად მოიქცა, ვინც ძალიან არაადამიანურად მოიქცა შენს მიმართებაში, ის ისევ მიიღო და ისევ დააყენო იმავე ადგილას, რა ადგილასაც იყო ის ამ დანაშაულამდე შენთვის.
რადგან პატიება ნიშნავს პირველ რიგში, რომ შენ არ ხარ შურის მეძიებელი და შენ ამ ადამიანის დაღუპვა არ გინდა. პირიქით, ლოცულობ, რომ ეს ადამიანი მოვიდეს გონს. ეს არის პატიება და არა ის, რომ ვთქვათ, ერთხელ დაგაზიანა და შენ ისევ მიიღო და მისცე საშუალება მეორედ დაგაზიანოს. ეს არ არის პატიება. პატიება, ჩვენი პატიება არის ესეთი აზრიც, რომ თუ ჩვენ ვინმეს ვაპატიებთ, მაშინ იმას ღმერთიც აპატიებს. ესეც არ არის სწორი, ან თუ ჩვენ ვინმეს არ ვაპატიებთ, იმას ღმერთი არ აპატიებს. არც ეს არის სწორი. იმიტომ რომ პიროვნების პატიება ღმერთისგან არის დამოკიდებული პიროვნებაზე. მე როცა სხვას ვაპატიე, ამით მე გადავრჩი. ის ვისაც ვაპატიე, ის შეიძლება ვერ გადარჩეს. იმიტომ რომ ის მან უნდა გამოასწოროს თავისი თავი ღვთის წინაშე და არა ის რომ მე როცა ვაპატიე, მე გამოვსწორდი, მე არა მაქვს ზიზღი ადამიანის მიმართებაში და მე ადამიანის სისუსტეები მესმის და ამიტომ მას არ ვდევნი. ეს არის როგორც მე მესმის პატიების ფორმა. ამიტომ ჩვენ რო ვაპატიოთ, ეს პირველ რიგში ჩვენთვის არის საჭირო, რადგან ყოველი ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანის მიმართ ზიზღით არის და სიძულვილით არის, ეს თვითონ ვისშიც სიძულვილია, ის ზიანდება. ამიტომ როცა ღმერთი გვეუბნება, რომ აპატიეთ, რათა გეპატიოთ, დააკვირდით, როგორც კი აპატიებ, ანუ როგორც კი ზიზღს მოიშორებ, როგორც კი სიძულვილს მოიშორებ, იმ წუთას შემოდის ღვთიური სიმშვიდე. იმ წუთასვე გეპატიება. ესეთი რამე გავიგე, რომ ებრაულ ენაში დღესაც ნუგეში და სინანული ერთი და სინონიმები არის, ერთი და იგივე სიტყვით გამოითქმისო და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ნუგეში მაშინ მოდის, როცა სწორად მოინანიებ. მაშინვე შემოდის ნუგეში. ანუ იმდენად კავშირშია ერთმანეთთან შენი სინანული და ნუგეში ღვთისგან. ამიტომ ქვია სინანულს ქვია გონებით მობრუნება, გონს მოსვლა. ამიტომ ყოველი ადამიანი თვითონ დგას ღვთის წინაშე თავისი სიმართლით. ესე ვლოცულობთ, ჩვენ წირვა ლოცვაზე არის ესეთი ფსალმონის სიტყვები იკითხება, შეისმინე უფალო სიმართლითა ჩემითა. მოხენე ვედრებასა ჩემსა. რამდენად შენ მართალი ხარ, იმდენად მოხედავს უფალი შენს სავედრებელს, მართალი ღვთის წინაშე. და როდესაც შენ ადამიანი არ გძულს და ადამიანს არ მტრობ ღვთის გულისთვის, მაშინ შემოდის ნუგეში და მაშინ ხარ შენ მაშინ არის შენთვის მოტივებული ის შეცოდებები, რა შეცოდებებიც თუნდაც შენ უნდა მიგააკეთეს და ან შენ რა შეცოდებებზე ბოდიში მოიხადე და ღვთის წინაშე დგეხარ პირწმინდად. ამიტომ ორივე არის გასარკვევი, ერთი თუ ის მოვა გონს ძალიან კარგი, თუ არა და შენ რო აპატიე, ეს უკვე შენთვის არის სასარგებლო და მეორე შენ თუ გაარკვიე რომ იქ შენ შეგეშალა მის წინაშე, მაშინ ეუბნები რომ შემეშალა ბოდიში და თუ რამე დააზიანე, მაგის ცდილობ რომ ეს ამ ადამიანს რამენაირად აუნაზღაურო. თქვენ რასაც ამბობდით, ეს გამიჩნდა აზრი, რომ სხვადასხვა არის შენდობა და შერიგება. შეიძლება ადამიანს შეუნდო, მაგრამ არ შეურიგდე. შენდობა ეს არის შინაგანი აქტი, ხო? მარტო შენზეა დამოკიდებული. მაგრამ შერიგება უკვე ორივე მხრიდან მოითხოვს ურთიერთობის გამოსწორებას, ხო? და თუ შენ მოწადინებული ხარ, რომ შეურიგდე ამ ადამიანს, მაგრამ ის არ ილტვის შენსკენ, მაშინ გამორიცხულია შერიგება მოხდეს, მაგრამ შენ შეიძლება მას შეუნდო ის დანაშაული, რაც მან შენს წინააღმდეგ გააკეთა. და ქრისტიანობაში ხლა შენდობა არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც შენ ადამიანმა რაღაცა დაგიშავა და
კვლავ იმ სტატუსს დაუბრუნებ, კვლავ იმ ნდობას დაუბრუნებ, რასაც მანამდე ენდობოდი. შეიძლება აპატიო შეუნდო, მაგრამ ის ნდობა, რაც მის მიმართ მანამდე ჰქონდა, ის ნდობა შეიძლება უკვე მეორედ ვეღარ გამოუცხადო. აქ ასევე გააჩნია რა შეცდომაზეა საუბარი და რა სიმძიმეზე დანაშაულის და ამიტომ ერთმანეთისგან განსხვავდება შენდობა და შერიგება. შეიძლება ადამიანისთვის შენდობილი კონდეს, მაგრამ არ იყო მასთან შერიგება, ანუ ურთიერთობა სამომავლოდ შეიძლება მასთან არა აწყო იმდენად განსხვავებული შეიძლება ეს ადამიანი იყოს და საერთოდ ქრისტიანობაში როგორ არის, რომ აი მაგალითად მე რაღაცა ილიას ვაწყენინე და ილია გაბრაზებულია ჩემზე და მე მივედი და შენდობა ვთხოვე. მე გამოვასწორე ჩემი მდგომარეობა, მართლაც უგულწრფელად შევინანე, მაგრამ ილიას თუ ის ბრაზი დარჩა, ილია დამნაშავე გამოდის ღვთის წინაშე. თუმცა მიზეზი მე ვარ. ჩემმა მოქმედებამ გამოიწვია ის, რომ ამ სიბრაზეში ჩავარდა, ხო? და ამიტომ ქრისტიანობაში ჩვენ უნდა დაუკვირდეთ ჩვენ შინაგან განწყობებს მოვლენების მიმართ. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი განწყობების გამოსწორება, ჩვენი დამოკიდებულებების გამოსწორება და არა სხვა ადამიანების დამოკიდებულებების გამოსწორება და ამიტომ ურთიერთობაში, როდესაც აშავებ თუ აქით აგარ შესანდობი თუ იქით ვინმეს რაღაცა უნდა შეუნდო, მაინც ამოსავალი წერტილი ალბათ საკუთარი თავია. რომ ჩვენ თავს ვფლობთ, ჩვენი თავის გამოსწორება შეგვიძლია და თუ შენდობაც რა არის, ახლა სინანულიც არის აი ფერის ცვალება, ხო, საკუთარ თავში. ეს არის აი ქრისტიანობაში ნამდვილი სინანულიც და მაშინ შეგიძლია შენდობაც და ეს სინანულის შენდობა ესეც არის ალბათ აი რაღაცა სინათლის შემოსვლასავით, როცა იბნელ ოთახში ხარ, მაშინ იმას ვცდილობ, რომ სინათლე შემოუშვა. თორე რაც არ უნდა სხვა იმოქმედო, ხო, პანჯარა გააღო, უნდა ფარდა უნდა გადაწიო. ესე აი საკუთარ თავშიც აი რა გაქვს შესანდობი, ამის დანახვა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც შენს თავში სინათლის, ანუ სიმართლეს შემოუშვებ. აი ხო არის მაგალითად აი ამ კვირას ქვია მიტევების კვირა და ასევე ადამი და ევას 64-დან განდევნის ხსენება არის, ხო? აი ორივეს ერთად აი ეს კვირა ორივე ამით იწოდება, ხო, სახელით და აი რატოა ეს ერთმანეთთან ესე დაკავშირებული? ხა ადამი და ევას განდევნა და მიტევების კვირა იმიტომ არის ერთად, რომ აი ჩვენ უნდა გვახსოვდეს რისთვის ვართ განდევნილები, ანუ რა მიზეზით განვიდევნეთ ედემის ბაღიდან. და როდესაც ამ მიზეზს დაინახავ, რის გამო მოხდა ადამიანის გამოდევნა ედემის ბაღიდან, მაშინ შენ უკვე შეგიძლია სწორად ითხოვო შენდობა. როცა მიზეზს დაინახავ. და რის გამოც განდევნილები ვართ, იმის შენდობის თხოვნით ადამიანი უკვე ბრუნდება იქ, საიდანაც განდევნილია. ხო, ეხლა ეგეც. ანუ მიზეზის დანახვა საკუთარ თავში, ესე იგი ორი რამეა სინანულისთვის საჭირო. ერთი პირველი დანახვა საკუთარი მდგომარეობის და მეორე საქმე, მოქმედება. მარტო სიტყვით როცა შენ ნანობ და თუ ამასთან საქმე არ მოსდევს, ისე როგორც მაგალითად ეს უძღებიშვილის შემთხვევაში იყო, ხო, საქმით გამოავლინა თავისი შენდობის თხოვნა და ეს ორი რამეა დანახვა და შემდეგ უკვე მოქმედება. მოქმედებით სინანულს აქვს ნაყოფი და არა მარტო სიტყვით გამოხატულ სინანულს. აი ახლა რაც თქვი რომ შენდობის კვირა, მიტევების კვირა და ამ დღეს არის ხსენება ადამის 64-დან განდევნის და ესეც არის ხო რომ ჩვენ ყველა მთელი კაცობრიობა ადამი და ევაშვილია. ანუ 64-დან განდევნილის უკვე ღმერთს მოშორებულის და ამიტომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს. არც ის უნდა გიკვირდეს, რომ ცოდვას ჩაიდენ და არც ის უნდა გიკვირდეს, რომ შენ წინააღმდეგ ვინმე ცოდვა ჩაიდინა, იმიტომ რომ ადამიანის ბუნება დაცემულია და ანუ მარხვის წინა პერიოდი, წინა დღეც ეს არის მინიშნება, რომ გავიაზროთ, რომ ესეთ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ხსნელი მოვიდა, ქრისტე მოვიდა, რომელმაც გამოგვიხსნა ცოდვისგან და აი აქ არის კიდევ ხარ რასაც საუბრობდით სახარებიდან რომ გავამყაროთ ეს ესე იგი ქრისტე ამბობს რომ მიუტევეთ და მოგეტევებათ
და ამბობს რომ თუ არ მიუტევებთ არც თქვენ მოგეტევებათ. ესე იგი უნდა მიუტევო ადამიანს იმისთვის რომ მე ღმერთმა მომიტევოს. და მეორე ადგილას ქრისტე ამბობს რომ თუ ძმამ შენს წინააღმდეგ შესწოდა მიდი და ამხილე, თუ არ შეისმინა მაშინ ორთან ერთად უთხარი, თუ ორთანაც არ შეისმინა მაშინ კრებულთან ეკლესიასთან და თუ მათიც არ ისმინაო მაშინ იყოსო ის შენთვის წარმართი და მეზვერე და ანუ ესეც იმას ნიშნავს რომ შენ შეეცადე ვინც შენს წინააღმდეგ წოდა რომ ის შეაგონო მაგრამ თუ არ მიიღებს და თუ არ შეიცვლება მაშინ ის იყოს წარმართი და მეზვერე ამიტომ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მას რაღაც მის მიმართებაში შურისძიებით იყო ახსილი იმიტომ რომ ეხა ესეც ისეთი რამე გამოდის რომ თუ ვიღაცამ ბოროტება გაგიკეთა და შემდეგ შენ შურისძიებას იწყებ და მასაც გინდა ბოროტი გაუკეთო გამოდის რომ ესეთი რამე რომ ვიღაცამ ქვა გესროლა და შენც იწყებ ქვისროლას ანუ იგივეა შენი მოქმედებაც უბრალოდ განსხვავება ის არის რომ ერთმა რო დაასწრო მეორემ ქვისროლაში თორე სინამდვილეში ორივე ერთი და იგივე მდგომარეობაში ხარ და ამიტომ აი სხვათა შორის ეხლა რაც თქვი რომ ვიღაცა რო შესწოდავ შენს წინაშე და შენ მოგაბრაზდი განაწყენდი და ასე შემდეგ და ის მოვიდა და მან პატიება ითხოვა მას ეპატია მაგრამ აი შენი განცდები თუ არ შეიცვალა და თუ შენ კეთილი არ ხარ მაშინ რა ესე იგი შენ დაზიანდი ხო და ზოგჯერ აქ უფრო საფრთხეა კაცისთვის იმიტომ რომ იმან ვინც ცუდი გაგიკეთა შენ მართალი იყავი და ზოგჯერ უფრო ღიზიანდები კაცი მე იმიტომ რომ ის არის მაინც ადამიანისთვის როცა მართალი ხარ და ბოროტად გექცევიან როცა არანაირი უსამართლობა არ ჩაგედენია და უსამართლოდ გექცევიან და არ გაბოროტდე ეგ არის ზუსტად უკვე ქრისტეს ანუ ქრისტესთან მიმსგავსება ქრისტეს მსგავსი რო ხდები როგორც ჯვარცმის დროს აგინეს აფურთხეს შეურაცხყოფა მიაყენეს მაგრამ როგორი დიდია ღმერთის რომ ქრისტე ამბობს შეუნდე არიციან რა სიქმარ აქ არის მოკლედ პირველი არის შენდობა სახარება რო განვიხილოთ შემდეგი არის მარხვა რომ როგორ უნდა იმარხულო რომ არ იყოს შეწუხებული შემდეგი არის რომ უნდა მარხულობდე ესეც მარხვას ეხება მაგრამ მარხულობდე ღვთის წინაშე და არა კაცს და საჩვენებლად მამა რომელიც დაფარულია და რომელიც დაფარულს ხედავს და მოგაგებს შენ ცხადად აი ეს ადგილი მოკლედ ამ ადგილს მოუბრუნდები მე დიდად არ მესმის არც მომწონს ის როგორც წერია მე არის ნუ დაიუნჯებ ანუ მარხვას მოძდევს რომ ამ ქვეყნად კი არ უნდა აგროვებდე ანუ მარხველი არის ვინც ამ ქვეყნიურად დამგროვებელია შემგროვებელი ამ ქვეყნიური პატივის დიდების ფულის მიწაში ადამიანს არ გაყიდი რაც ახლა დღეს ჩვენს ეკლესიაში სამწუხაროდ ხაროდ ხდება რომ მღვდლები და ეპისკოპოსები გახდნენ ანუ არც ერთი ვინც აი სათავეშია მე არ მეგულება ეპისკოპოსი რომელიც უფრო მდიდარი იყო მანამ სანამ ღვთისმსახური გახდებოდა ეგეთი ეპისკოპოსი არ მეგულება ვინც მდიდარი იყო და მერე უფრო დაღარიბდა ანუ კი არ დათმეს ქრისტეს გულისთვის არამედ მოიპოვეს ქრისტეთი აი მღვდლები არ მეგულება თითქმის რომელიც მღვდლობამდე უფრო მდიდარი იყო ну შეიძლება დღესაც ღარიბია მაგრამ ყოველ შემთხვევაში მღვდლობამდე უფრო მდიდარი იყო და მღვდლობაში ღარიბი ეგეთი მღვდელი არ მეგულება ესე იგი გამოდის რომ აი ყველა ღმერთთან მოსვლით ყველა მდიდრდება აი ეს თქვენს მეტი სხვათა შორის თქვენ არც ღარიბები იყავით და არც არაფერი არ მიგიღიათ მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორი რაღაცა რომ აი დამუნჯებელი გახდნენ ანუ ამ ქვეყნიურად ქრისტე კი არ მოიპოვეს ქრისტეთი მოიპოვეს და ჩვენი ეკლესია ამიტომ არის კატასტროფა რო ხდება ჩვენს ეკლესიაში რადგან აი ამ დაუნჯებას და
მე ერთ-ერთ გარდაცვლილ ეპისკოპოსებზე ამბობდნენ, რომ მილიონები დაუტოვა თავის იმას. შთამომავლობას, სად არის ეს შთამომავლობა, ისიც ღმერთმა იცის. და არა ეკლესიას. ამიტომ ეს ხდება დღეს კატასტროფა საქართველოში ამის მიმართებით. ნუ დაიუნჯებთ, მოკლედ, არამედ დაიუნჯეთ ცაში და ვინაიდან სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გული. ეს არის ძალიან საინტერესო სიტყვები. ამასაც ვიტყვი, მაგრამ მანამდე ვიტყვი აი ამას, რომ მამა, რომელიც დაფარულს ხედავს, მოგაგებს ცხადად. აი ეს ჩვენ როცა ვთარგმნით, აი ეს სიტყვა მოგაგებს ცხადად, მოგიზღვავს, მოგაგებს ცხადად, დედანში არ წერია, დამატებულია. მათეს სახარებაში, აი დედანში ეს არ ეწერა და ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ აი როგორი რაღაცა ხდება, მოკლედ ქართულ სინამდვილეშიც მორწმუნე ადამიანებისგანაც გამიგია, რომ აი მე ის ორი ლეპტა რო დადო ქალმა ის არ დაუდია იმ განზრახვით, რომ ღმერთი 2-ს 0-ს მიუწერდა და 20-ს მიცემდა, ანუ 200-ს მიცემდა. ანუ დღეს აი რაღაცა როგორი რაღაცა არის, რომ სიკეთეს აკეთებ, ანუ ღმერთთან ვაჭრობ, ანუ რაღაცა იმას დებ. შენს ბანკში რო დებდე და იქიდან პროცენტებს აიღებ. მე გავეცი 100 ლარი, იმისთვის რომ მივიღო 1000 ლარი. აი ეს განცდა, აი მე რო გავცემ, ღმერთი მეც მომცემს. და ვინც ასე აზროვნებს, ის ქრისტიანი არის, მაგრამ ძალიან დაბალი აზროვნების, ანუ სიკეთეს იმიტომ კი არ უნდა აკეთებდე, რომ ამის გამო ღმერთმა მეტი მოგცეს. ხო, სიკეთე ინვესტიცია არ უნდა იყოს. ხო, კი ბატონო, აი ეს აზროვნება, ამიტომ ეს დამატებულია და აი ეთყობა ადამიანებს უჭირთ აი მოსაგებელის გარეშე, ან ეს არის იმ გაგებით, რომ ეს შენთვის იქნება ცხადი. თუ შენ სწორად მარხულობ, შენ მიხვდები და აი მამა, რომელიც დაფარულს ხედავს, ესეც არ მომწონს, იმიტომ რომ აქ უფრო ღრმა აზრია ჩადებული, მამა ღმერთი რო დაფარულს ხედავს, მაგი რა სიდიადეა, ამის თქმა, რა თქმა უნდა, ხედავს, ხო, ღმერთი შექმნილია სულიც, ხორციც და ყველაფერი ეს ხედავს, ამის ხაზგასმა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ წერია, რომ ღმერთი, რომელიც დაფარულის მიხედვით აფასებს. ანუ შენ დაფარულში როგორი ხარ ამ მარხვის დროს? დაფარულში ვინ ხარ შენ? ამის მიხედვით აფასებს ღმერთი. იმიტომ რომ ამის მიხედვით ჩვენ არ შეგვიძლია შეფასება. ადამიანები ჩვენ გარეგნული მოქმედებით სიტყვით ვაფასებთ ერთმანეთს, მაგრამ სიტყვი შეიძლება მოგვატყუონ. უდიდესი მამები ტყუდებოდნენ, ხო? გრიგოლ ღვთისმეტყველი მოტყუდა, მაქსიმე იყო თურმე თავიდან ქონდა განზრახული ღალატი და უღალატა. ამიტომ ძალიან საინტერესოა, მე სულ მებადებოდა კითხვა, იუდა რატო აზიარა ღმერთმა ქრისტემ. და რა ვიცი 1000 რაღაცა მაქვს, ამაზე წაკითხული რა თქმა უნდა და მომწონს, მაგრამ არის ერთი ესეთი აზრი, რომ ჩვენ მაგალითად იუდა სწორად იქცეოდა. ის რომ იპარავდაო, ამას შემდეგ ამბობს მოციქული. შემდეგ, მაგრამ იქ არავინას არ უთქვამს ეს და სხვათა შორის იოანეს აქვს ეს იოანეს სახარებაში ყველა სახარება ჩაწერილია ისე როგორ ესმოდათ იმ მომენტში. იოანეს აქვს თავის სახარებაში დაწერილი რამოდენიმე ადგილი, როგორ გაიგეს შემდეგ. აი მაგალითად იუდამ რომ მე ხო არა უფალო რეუბნება და შენს თქო და მე რეუბნება მიდი და გააკეთე. მოციქულებმა იფიქრესო და მათ შორის იოანემაც იფიქრა რომ ეს უთხრაო საყიდლებზე გავწადიო რა პასექისთვის რომ რაღაცები ეყიდა. ანუ ამისთვის უთხრაო, ეს ვიფიქრეთო ჩვენ. მაგრამ იოანე რას წერს, აი როგორც კი პურიმისაო, ეშმაკი შევიდაო. და იმ დროს ხო არ უნახია იოანეს რომ ეშმაკი შევიდა. იმ დროს რომ ენახა იოანეს, ეს მოციქულებიც ნახავდნენ, მაგრამ იმ დროს არ უნახია ეს. ეს იოანე ხვდება მერე შედეგით, რომ იმ დროს შევიდა ეშმაკი მასში. თორე ესე თვალით პირდაპირ კი არ უნახია ეშმაკი რომ შევიდა. ამიტომ ჩვენ ვაფასებთ ადამიანებს გარეგნობით, მაგრამ ღმერთი გარეგნული მოქმედებებით, სიკეთით, სიტყვით, რომ აი
რამდენად სწორს ამბობს და რამდენად სწორს აკეთებს, მაგრამ შეიძლება სწორს ამბობდეს, სწორს აკეთებდეს, მაგრამ იუდა იყოს. რაღაცა მიზანი ქონდეს სხვა. ამიტომ შენ როცა მარხულობამ სიკეთეს აკეთებ, რა გაქვს მიზანი? მაგაზეა ეს ყველაფერი. მიზანი რა არის შენი ამით? აქ უნდა ვიცოდეთ რომ აი შიგნით რაც ჩვენი მიზანია იმის მიხედით მოგაგებს ღმერთი და ამას შენ თვითონ იხილა ვინ სწორად მარხულობს მას ღმერთი შინაგანად სწორ ცოდნას სწორ გაგებას და ძალას აძლევს სულიერს აი ძალიან საინტერესოა ეს დოგმატიკაში არსებობს საყვედრელი და უყვედრელი ვნებულებანი ეს საყვედრელი ვნებულება და უყვედრელი ვნებულება. ანუ ქრისტეს ჰქონდა უყვედრელი ვნებულება და არ ჰქონდა საყვედრელი ვნებულება. უყვედრელი ვნებულებაა ის რომ შენ ხშია. ქრისტეს რო შიოდა. მოგშივდა. ხო, მოგშივდა. მაგრამ საყვედრელი ის არის რომ ვერ ძღები ფულით. ვერ ძღები შიმშილის გამო ბოროტებაზე მიდიხარ. ხო, თუნდაც შიმშილის გამო ბოროტებაზე მიდიხარ და როცა გახდა მეტი გინდა და მეტი გინდა. აი საყვედრელი ვნებულება არის დიდი მოსავალი, შემოსავალი რომ მიიღო კაცმა და იხარე სულო ჩემო. ეს არის საყვედრელი ვნებულება, მაგრამ მოსავალს რომ მიიღე ზომიერად და ის იმით გაიხარებ, ეს არ არის საყვედრელი ვნებულება. ეს არის საჭიროება. პური ჩვენი არსობისა მოგვე ჩვენ დღეს. ამიტომ საყვედრელი ვნებულების მქონე ადამიანი შეუძლებელია მარხულობდეს. ეს არის აი ნუ აგროვებ, ხო? თუ დამგროვებელი ხარ კიდე ის 40 დღე რა ვიცი წყალში ჩადექი და წყალ და პურზე იყავი თუ ეს ქვეყანა გიყვარს ამიტომ არის ნუ იქნებით შეწუხებულები აი შინაგანად როგორ არის ის როცა არ ჭამ კარგად არ ხეიფობ მაშინ ქრისტიანს უნდა გიხაროდეს იმიტომ რომ ის საყვედრელი მოიჩორე ნეტარი აუგუსტინეს გამახსენდა ბევრი რამე არის უფალო ისეთი რამ რაც ცოდვა არ არისო, მაგრამ შენთან მიახლებაში ხელს გვიშლისო და მე ჩამოთვლილია ეს ფუფუნების ისეთი კაი ცხოვრება, კაი სახლი, კარგი ისე რაც ნება დართულია იმაშიც აი ეს პავლე მოციქულსა გენიალურად ნათქვამი. ვისაც ცოლი ყავს, ვითარც არ აყავდესო. ვისაც აქვსო ვითარცა არ აქონენიო იყავითო. აი ეს არის ზუსტად ისა რა, აი რაც რაღაცა გააქვს, მაგრამ ჩათვალე რომ ამ წუთას დატოვე ყველაფერი. ის იმის დატოვებამ არ უნდა შეგაწუხოს. თუ შეგაწუხას შენ იმის დატოვებამ, აი მაშინ უკვე ის არის. აი ქრისტე ეხლა რასაც ამბობთ მოციქულებს რომ მოუწოდა პეტრეს, ანდრიას, იაკობი და იოანე თევზისჭერის დროს და გაყვნენ. მაგრამ რო არ გაყოლოდნენ ქრისტეს და ეთქვათ რომ არა თევზისჭერას გავაგრძელებთო, თევზისჭერა ხო მათთვის ცოდვა იქნებოდა. არა და სინამდვილეში თევზისჭერა არ არის ცოდვა, იმიტომ რომ მე ვიცით რომ ქრისტე მას დააჭერინა თევზი. მაგრამ ანუ ის რაც ცოდვა არ არის, მაგრამ ის უფრო მეტად გინდა და თევზისჭერაზე გამახსენდა მასში უფრო გინდა დარჩენა და ის იმას უფრო აირჩე ვიდრე ქრისტეს, ამ დროს ის შენთვის ცოდვაა და აი ცოდვის გააზრების ის არის თვითონ ცოდვა რა არის, ცოდვა არ არის მარტო გინდა თუ არა მკვლელობა, გინდა თუ არა რაღაცა თასი, რა ვიცი, ადამიანის წამება და ტანჯვა. ესეც ცოდვაა, რომელიც უბრალოდ ის უფრო მძიმე ცოდვაა. მე უფლის ხელზე რო ამბობ, აი უფლის ხელი და უფლის მოქმედება რო ჩანდეს უნდა შენ ცხოვრებაში. ეს აი პეტრესთან ჩანს ძალიან კარგად. პეტრე მიცოდა იქ შემოსავალი არ უნდა მიიღო, იქ თევზი არ უნდა ყოფილიყო, როცა უთხრა ქრისტემ, მთელი ღამე თევზაუდით არ არისო უფალო, მაგრამ შენი სიტყვის გამო გადავაგდ. ანუ შენ უფალი აი რომ იქ არ უნდა გადარჩე და გადარჩები. ესე იგი ღმერთმა იმოქმედა. აი იქ ის არ უნდა მიგეღო, შენი შრომით არ არის ის მიღებული, შენი მონდომებით, აი რაღაცა მოხდა, ხო? აი იქ უნდა დაინახო უფლის ხელი. რომ ის შენთან არის, ანუ უფლის ხელი, უფლის მოქმედებას, ვინც ვერ ხედავს მის ცხოვრებაში და მის იმაში. ის მოწმუნე მადლიერი ვერ იქნება ყოველ შემთხვევაში ღვთის. ამიტომ ზუსტად ამ თევზისჭერაზე დაინახა მე პეტრემ რომ იქ იყო მასთან იყო უფალი და ესე ორი ის არის ხა გამახსენდა პირველი თევზისჭერა და მეორე ბოლო თევზისჭერა.
ანუ პირველი როცა დააჭერინა ღმერთმა სასწაულებრივად და ბადესკდებოდაო და მეორე თევზის ჭერა ეხა ციფრი შეიძლება არ მახსოვდეს, მაგრამ იოანესთან წერია, ხო, ბოლოს წერია, რომ ბოლოსაც სასწაულებრივად უკვე აღდგომილი ქრისტე. დააჭერინებს მოციქულებს თევზს და იქ წერია, რომ 153 იყო, ესე მახსოვს თუ არ ვცდებით ციფრებში. ანუ იოანე ამბობს, ამდენი თევზი იყო და პირველი თევზის ჭერის დროს იყო მრავალი და აქ უკვე დათვლილია და ალბათ ესეც ისეთი ის არის, რომ ადამიანი რაც უფრო დიდხანს ღმერთში ცხოვრობს, როგორც მოციქულები და რამდენი სიკეთე, რამდენი დიდება, როგორი სიმდიდრეები მიიღეს სულიერი ღვთისგან, იქ მერე იმდენად აცნობიერებ, რომ ყველაფერი ეს ღვთისგანაა, რომ ითვლი. თორე 153 რადასაწერი იყო იქ ხა ეს თევზი, მაგრამ ანუ იმდენად დათვლილია ღმერთში შენგან ის სიკეთეები და მოცემულობა, რომ აი გიკვირს. ეს ძალიან საინტერესოა, ახლა რასაც გავუსვი ხაზი მამაშიოს წავართვით დრო, მაგრამ იქ ეს რატოა დათვლილი, რატო დათვალეს. ეს არის ჭვრეტის მომენტი, ზოგიერთს გონია, რომ ჭვრეტა არის, როცა ამ ქვეყნიური თუნდაც მოცემულობას, თუნდაც რაღაცას ვერ ხედავ, ანუ ჭვრეტა არის ხედვაი საყმთოთა საქმეთაი. ესე განმარტავენ, ესე თარგმნიან და აი ხო უფალს ხედავდნენ, მაგრამ აქ რამდენია? კი არ გათიშულან ცხოვრებიდან. ცხოვრებიდან გათიშულები კი არ არიან, არამედ რამდენია დათვლილი აქ. ხო. და ამავდროულად აღდგომილი ქრისტესთან დგანან. უფლის სიკეთეები, უფლის მოცემული სიკეთეები არავიწყდება. უფლის ხელი არავიწყდება და პირველი რო თქვი მამაო და მეორე, ანუ პირველზე ეუბნება რომ გამშორდი უფალო. ხო, თავი. რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ. და მეორე ბოლოზე, მეორე კი არა, ბოლო იმაზე უკვე აღდგომილი მაცხოვარი რო ნანახი აქვს, როგორც კი დაიჭერენ და იოანე ეტყვის პეტრეს უფალი არისო, დატოვებს ყველაფერს პეტრე. და ისრაფის და ჩაიცვა და გადაეშვება წყალში და ეს ჩაცმაც არის ძალიან საინტერესო, რომ ეხლა ზღვაზე რომ ჩავხტებით, აუცილებლად უნდა გავიხადოთ, ხო? და პეტრე გახტილი იყო, მაგრამ იცმევს და ჩაცმულმა უნდა გაცუროს ის ზღვა, რომელიც ძალიან რთულია, ჩაცმულმა, მაგრამ აი ეს პეტრეს ჩაცმას განაპირობებს არა ზღვა, არამედ ნაპირზე რო უფალია. ხო, თუ წესი და უნდა ჩაიცვა. ხო, ანუ ზღვა როცა განაპირობებს ნიშნავს, რომ ზღვა თუ გაცურვა გინდა, ახლა კაბი ჩაცმა როგორია? ხო, შეგაწუხებს და ვერ გაცურვა. პეტრე ღვთის წინაშე როგორი წარდგება, იმაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე სხვა როგორ გადაცურვა. სხვა რა სიტყობს. ეს სოფელი რა სიტყობს, იმაზე კი არ ფიქრობთ ჩვენგან. არამედ უფალი, რომელიც ნაპირზე გველოდება, იმასთან როგორ წავდგებით, აი ამისი სიმბოლოა, ძალიან ისეთია ეს. ანუ საპირისპირო მოქმედებაა სოფლის მიმართებაში. ანუ საპირისპირო ის, რომ ზღვაში თუ სწორად და კარგად გინდა გაცურო ზღვა, უნდა ჩახტე შიშველი. ზეაკ ისიც არის, რომ პეტრე იოანე მიცნო ხო ქრისტე და იოანე უნება პეტრეს უფალი არისო. და პეტრე გადაეშვება და ხა ხო არის რომ ეს ღმერთი რო ნახა ქრისტე აღდგომილი ქრისტე, ხო პირველი უნდა წასულიყო იოანე, მაგრამ იცის პეტრეს გუშინ რა ტკივილი ქონდა და პეტრეს ეუბნება და აი როგორია რომ ღმერთს რო ნახავ, ის კი არა რომ შენ გინდა პირველი ღმერთთან მიხვიდე, გინდა რომ მოყვასი მივიდეს, გინდა რომ მეგობარი მივიდეს პირველი ღმერთთან. ვისაც რაღაცა ხინჯი ხო ტკივილი რო აქვს. ტკივილი აქვს და უფალიაო და შენ მიდიო. ანუ ეს კი არ ეუბნება მიდიო, მაგრამ პეტრე რომ მიდის თვითონ არ ასწრებს პეტრეს. სხვათა შორის ოქროპირთან წავიკითხე, რატო არის იოანე, რატო ამბობს მოწაფე რომელიც უყვარდაო და ძალიან საინტერესოდ ამბობს რომ იოანესო ძალიან უყვარდაო იესო და უყვარდაო პეტრე. და როცა ადამიანსო ღმერთი და მოყვასი ესე გიყვარსო, ის უყვარსო ქრისტეს. ხო. კი და ის პეტრეს უთმობს. ანუ ღმერთი და მოყვასი რო გიყვარს რა. საფლავთანაც წინ პეტრეს უშვებს. ის წლოვანებას პატივსცემს და პატივს მიაგებს. ეს შენდობა ხო აუცილებლად კავშირია იმასთან, ახსარებასთან.
ახსარებაზე კაცი ძირითადად მაინც რისთვის მიდის შენდობის სათხოვნელად უფრო მიდის ვიდრე ანუ თავისი ცოდვების რაღაცა აღიარებას და ჩამონათვალს უფრო აკეთებს ვიდრე გარკვევას რაღაცის ადამიანი და ეს რატო მინდა ამისი აღნიშნა ეს უცხებიშვილი ხა ეს მარხვის წინა პერიოდი ხო არის მოსამზადებელი პერიოდები და ეს მეზვერე და ფარისეველში ეს მეზვერე ახსარებას არ ამბობს ანუ რა დააშავა იმების ჩამონათვალს არ აკეთებს ღმერთო მილხინე მეცოდულს ამას ანუ უბრალოდ განიცდის თავის ცოდულ მდგომარეობას და აღიარებს რომ ცოდვილია მაგრამ კონკრეტულად რაში და როგორ ამის ჩამონათვალს არ აკეთებს და გამართლდაო ეს მეზვერეო ხო სახარებაში ესია ასევე აი ამ უძღებშულთანაც ეს უძღებიშვილიც რო ბრუნდება მამასთან მამა დაინახავს და მორბის და იწყებს საუბარს ეს უძღებიშვილი რომ წოდეთ სად მიმართა წინაშე შენსა და მამა არ ამთავრებინებს ბოლომდე და უბრუნა აყავს ისევ ციხარისხში ანუ აქ რისი თქმა მინდა რომ ეს წოდების ესე ჩამონათვალი ბარსანობით იცაკ ესეთი რაღაცა რომ როდესაც ადამიანიო გულწრფელად ნანობსო თავის წოდვასო მას არ ჭირდებაო კაცისგან შენდობაო მღვდლისგან შენდობაო და ხშირ შემთხვევაში როგორ ხდება რომ ღმერთი არ არის ბუღალტერი რომ რაღაცა ესეთი შენი წოდვების ჩამონათვალი ესე ჭირდებოდეს ღმერთმა ისედაც იცის შენ რა ცოდვა გაქვს ჩადენილი მაგრამ აი შენი განწყობა შენი შეცდომის დანახვა შენს თავში და ამისი აღმოჩენა შენ გჭირდება იმისათვის რომ ეს მდგომარეობა გამოასწორო თუ შენს თავში ვერ ხედავ შენს შეცდომას შეუძლებელია ის გამოასწორო ხო და მღვდელიც როცა შენ მღვდელთან მიდიხარ შენ მღვდელთან უნდა არკვევდე იმას შეცდომა რაში გაქვს დაშვებული აი თქვენი ის მახსოვს ერთხელ თქვენ ამბობდით რომ არა შენს წარსულსო ახსარებაში არამედ აი მომავალში რას გეგმავ ამას უნდა განიხილავდეო მღვდელთან რამდენად სწორად გეგმავ და რამდენად ქრისტიანულია შენი ეს ნაბიჯები და ახსარებაც სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს რომ გარკვევა და არა ჩამონათვალი ანუ გარკვევა შენი ნაბიჯების რამდენად ქრისტიანობასთან თანხმიერებაშია და ახსარება უნდა იყოს რაღაცა ერთგვარი არქეოლოგიური გათხრა რო არის ხო რაღაცა ისე რო თხრიან ძველ ქალაქს ან რაღაცას რო აღმოჩენა ესე უნდა იყოს საკუთარ სულში რაღაცა ისე პატარა არქეოლოგიური იმებს ატარებდე უნდა და უნდა ეძებდეს საკუთარ თავში იმას თუ რითი ხარ შენ ღვთისგან დაშორებული რამგან გაშორა ღმერთს და აი ამაში უნდა გეხმარებოდეს მღვდელი და არა ის რომ ის რაღაც ლოცვანში ბოლოში რო წერია და ჩამონათვალს რო აკეთებენ ამაში ვწოდე და ეს უძღებიშვილის მომენტი საინტერესო არის კიდევ იმითი რომ აი ღმერთმა დაუშვა ხო დაცემა ამ შემთხვევაში აქ მამა ხო ღმერთია ამ სახარებაში და მაგრამ ღმერთი ადამიანის დაცემას იმიტომ კი არ უშვებს რომ ეს ადამიანი დაიღუპოს არამედ დაცემას უშვებს გონცმოსასვლელად და ეს უძღებიშვილი გონცმოდის ამ დაცემის მერე და ყველაზე ცოდვაზე უფრო დიდი შეცდომა არის როდესაც ადამიანს გონია რომ შენ ღმერთი არ გელოდება აი ამ უძღებიშვილის გონცმოსვლა იმაში მდგომარეობს რომ ამ უძღებაშვილმა მიხვდა და დაინახა ის რომ მას მამა ელოდება თორემ მას რომ არ ქონოდა იმისი მოლოდინი რომ მამა მიმიღებს და მამა შემინდობს დაბრუნება არ ხდებოდა აი ადამის ცოდვის არაღიარება რამ გამოიწვია რომ ის მამაში ღმერთში შემდობს ვერ ხედავს და ეს უძღებიშვილი გონიერი იმიტოა გონცმოსული რომ ის ხედავს ამას ხედავს ხო მამასთან მივხვდები რომ მამა მიმღებია მისი და აი ეს არის ვფიქრობ ამ სახარებაში აი ეს გონიერება და ეს შენდობაც სწორედ აქედან იწყება მერე ამ უძღებიშვილის აი ამის აღმოჩენის ამის დანახვის შემდეგ როდესაც ის უბრუნდება მერე ღმერთს და ეს უძღებიშვილის სინანულიც საქმით არის ნაჩვენები საქმით გამოხატავს ის ამას ო ანუ რომ ბრუნდება მამისკენ და სინანული არის სწორედ ეგ საქმე როდესაც შენ არ იმეორებ იმ საქმეს
რაც ღმერთს გაშორებს. ამითი უბრუნდება ადამიანი ღმერთს. ამაში ჩანს სინანული, აი ბასილი დიც რო აქ რო შეგენდო თუ არა ცოდვა იმაში ჩანს რომ რამდენად შეგძულდაო ის და რამდენად იმით საპირისპიროს მოქმედებოდა. ეს უცხებიშვილი თავისუფალია მამისგან წასვლაშიც. ანუ ეუბნება ხო მამას მომეციო ჩემი წილი გონება და მამა აძლევს და მიდის და თავისუფალია დაბრუნებაშიც. ისე კი არა რომ ხო ანუ აქ ღმერთის სიდიადის ის არის რომ თუ ღვთისგან მიდიხარ გიშვებს თუ მისკენ მოbrunდები მიგიღებს. აი მაგალითად აკრძალული როდის იქნებოდა რომ მაგალითად აი მამას ჩაეკეტა ეს უცხებიშვილი ხო ეს იქნებოდა აკრძალვა. აი ადამიანისთვის აკრძალვა იქნებოდა თუ უძღები შვილი იტყოდა რომ ცოტა მომცა. ხო. მეტი მეკუთვნოდა. ხო, ან ეხა მივალ და კიდე გამოვართ მე. მაშინ არ მიიღებდა მამა და არაფერს არ მიცემდა. ანუ მიღება ხდება გონებით მოbrunებაში. რომ აი მე დავაშავე. ხო, აი ამისი აღნიშნა მინდოდა რომ აი ამ უძღება შვილმა რადგან თვითონ განიკითხა თავისი თავი, ამიტომ არ განიკითხა მამამ. კი ბატონო. თორე უძღებ შვილს რომ ეს პრეტენზიები ქონოდა, რასაც თქვენ ამბობთ, მაშინ მამამ კაცრად მოთხოვდა. მოთხოვდა ნუ საერთოდ არ მიიღებდა. ხო, და რადგან შეგნებული აქვს მას თავისი დანაშაული და შეცდომა, აი იმ თუნდაც იმ ფარის მეზვერე და ფარისევლის იგავშიც, იქაც მეზვერეს შეგნებული აქვს თავისი შეცდომა. აი რაც ახსარებას ძალიან რთული თემაა ეს ახსარება რო ახსენე. ახსარება ეს არის გამოცდის შაბარებასავით უნდა იყოს. ეხა ის მეზვერე არ ამბობს, იმიტომ რომ ღმერთთან დგას და ღმერთმა ყველაფერი იცის, რას ნანობდა ისიც იცის. ღვთის წინაშე განცხადებული აქვს, მაგრამ როგორ არიცი, შენ თუ რაღაცა გახარებს, იმ რაც გახარებს იმაშიც უნდა არ ყვებდე რამდენად სწორად გახარებს ის, რამდენად უნდა გახარებდეს ის, რაც გახარებს. და რაც გაწუხებს, იმაშიც უნდა არ ყვებდე რამდენად აი მაგალითად იუდას როცა მიცეს 30 ვერცხლი. იმ წუთას ხო გაუხარდა. მაგრამ სიხარულმა დაღობა. ხო. ანუ შენი სიხარული რამდენად არამიწიერია, იმას არ ყვევდა. ხო, რამდენად სწორია ის რაც გახარებს. ის სიხარული. აი მე ხო შეწუხდა, კაცი მართალი გავეციო და ვერცხლი დაყარა. ის შეწუხებაც არასწორი იყო. ქრისტესთან კი არ მივიდა. რამე წავიდა თავი მოიკლა. ანუ მისი სიხარული და მისი წუხილი ორივე არასწორი იყო, ორივე დამღუპელი იყო. სიხარულმა გააყიდინა და წუხილმა თავი მოაკლოვინა. ამიტომ ახსარების დროს ზუსტად აი რა გახარებს საერთოდ შენ, რა გინდა, აი ამას უნდა არ ყვევდეს ადამიანი, ამ ხსარებელი მღვდელთან. თუმცა რამდენად არის ახლა ამის მოპასუხე მღვდელი და გამხდარი? ცალკე თემაა, ეგ ცალკე რა უმთავრესი თემაა. უმთავრესი და თავი სახარებაში ეს მეორე შვილი ნაკლებად ის შეიძლება უფრო უძღებია რა, ის მეორე. ხო, ეს მეორე შვილის მოქმედება ძალიან ისეთი ცოტა უცნაურია იმ გაგებით, რომ ეს მამასთან არის მამა ეუბნება ყველაფერი ჩემი შენიაო, მაგრამ ეს ამ ყველაფერს ვერ ხედავს. მაიკა ის არის არ დაგიკლავსო არაზროს ჩემთვის. ხო, პრეტენზია აქვს მამის. ბოლოდინი აქვს. როგორი ის აქვს, რომ აი მამასთან არის, მაგრამ არ იცნობს მამას. ანუ როგორია შეიძლება კაცი ღვთისმსახური იყოს ეკლესიაში, შეიძლება მღვდელმთავარი იყოს, ყველაფერი იყოს, მაგრამ შეიძლება ღმერთს არ იცნობდეს რა. აი ეს არის მე მგონი ეს უძღების ხო? ხა საოცრებას ამბობ. ხო, და ეს არის მგონი ეს გარეგნულად. ხო, ეს უძღების შვილი, ეს მეორე შვილი, უფროსი შვილი არაფერს არ აშავებს. ხო, გარეგნულ მოქმედებაში არც მამის გონება მოუთხოვია, არც წასულა მამისგან არაფერი. მაგრამ განწყობა არასწორი აქვს, თავისი ძმის მოსვლა არ უხარია და მისი მოსვლით ამ ძმის დაბრუნებით არაფერი არ აკლდება ამას. თავისი გონება ისევ თვითონ რჩება, პირიქით ძმა შეეძინა. ხო, მაგრამ აი ამ უფროსი შვილისთვის მამას 3000 რომ მიეცა 300000 მიწა.
მიწა 300.000-იანი მიწა. ცხეთაში. ხო, ამ შვილის მიღების გამო. ხო. ხო მიიღებდა. კი. ეგ არის ეს არის ახლა უფროსი შვილი არის ის ვინც ჩვენი უფროსები არიან საპატრიარქოში და უძღები შვილები არა ისინი უფროსი შვილები არა უფროსი ხო უძღები ჩვენ ვართ შენ უძღებებიც რატო ეხა კაცებს აი მახსარებაზე რო ამბობდი არა მობრუნებული უძღები შვილები ხო ცხოვრებიდან ეხა მეც ცხოვრებიდან დასაწყისი 24 წლის ვიყავი კი ბატონო ახალგაზრდა ვიყავი მაგრამ უძღები ვიყავი ნამდვილად თუმცა მაგ საწყისიდან ხო ერთი არც ვიცოდი არც მაინტერესებდა ჩემ ცხოვრებაში ღმერთი არსებობს თუ არა მე როგორ მოვედი ღმერთთან მე არ მესმის ქრისტეს რო გაიგებ კაცი მე მაგრამ იყვირს მადლობა ღმერთს ახლა ნუ იმაზე როა იუდაზე საკითხავებში რო ვერცხლის მოყარევრი ისთვის შეუდექიო უპოვარ ქრისტეს გაუგებარია ხო ახლა მაგრამ ისე სხვათა შორის იუდაზე რაც თქვა ქრისტემ ესეთი მძიმე სიტყვა ბიბლიაში არავის არ არის ნათქვამი რომ იუდაზე ამბობს რომ ჯობდა ეს კაცი არ დაბადებულიყო ეხლა დღეს ჩვენ ხო აი მიტევებაზე ვსაუბრობთ რომ ადამიანს უნდა მიუტევო ღმერთი გვეუბნება რომ მიუტევეთ ადამიანებს ისე როგორც მე თქვენ მოგიტევებთ და ქრისტეს რო შეხედავ არის ისეთი მკაცრი ადგილები სადაც მიტევება არა რომ რას ამბობს იუდაზე ჯობდა ეს კაცი არ დაბადებულიყო ანუ კაცი რომელიც ღმერთთან მივიდა იმისთვის რომ გამდიდრებულიყო ბოლოს ამ ყველაფერმა მე ღალატთან მიიყვანა იმიტომ რომ ამ გზას რო გაყვები შეუძლებელია იქ ღალატამდე არ მიხვიდე ეს მიგიყვანს ეს გზა ღალატამდე და სხვათა შორის ახლა ამ იმაზე გამახსენდა კიდევ ერთი აი მიტევება აი ძალიან საინტერესო ადგილია მოსესთან როცა მოსე მთაზეა ღმერთს ესაუბრება და ქვემოთ ისრაელმა ხბოს კერპი ჩამოასხა და ღმერთი ეუბნება დავსჯიო ერს მოსე ლოცულობს ღმერთო შეუნდეო აპატიო და ღმერთი პატიობს კარგიო შეცვალაო ღმერთმა თავისი განგება და მოსე ჩამოდის მთიდან და დაინახავს ამ ხალხს რომლებიც ესე ხბოს კერპი თაყვანს სემენ და ესე ბედურ დღეში არიან და მოსემო ის ორი ფიცარი ის ორი ქვა რომელზეც ღვთისმცნებები ეწერა იქვე დაამსხვრიაო და იქვე ამბობს რომ ვინც უფლის არის ჩემთან დადგესო და მაშინ ლევიტელები დადგნენო მოსესთან და მოსე ეუბნება ლევიტელებს რომ აიღეთო მახვილი და ყველამ თავის ძმას თავის მოყვას მეგობარს ნათესავს ანუ განგმიროსო თავისი ძმა, მოყვასი, მეგობარი და ესე. და საინტერესოა რა არის ხა კითხვა რო დასვა ხო რომ მოსე ღმერთს ევედრება რომ ღმერთო აპატია ამ ხალხს. ღმერთმა აპატია მოსეს ვედრები და მოსე ჩამოვიდა და მოსემ 3000 კაცი მოკლა. და კითხვა იბადება ხო ანუ ის რასაც მოსე თხოვდა ღმერთო ღმერთო ის არ გააკეთაო თვითონ მოსემ გააკეთა. რაღაც რომ შეიძლება სხვადასხვა რაღაც განმარტებები წამიკითხავს, მაგრამ აი როგორ არის იცი რაღაც სრულ პასუხს რო ვერ ღებულობ მაინც. იმიტომ რომ ხა როგორია მე ღმერთს ხოვე რომ ღმერთო ამას ნუ გააკეთებ და ამ ადამიანს ნუ დასჯი და ჩამოვედი და 1 საათში მე ამ ადამიანს მე თვითონ ვსჯი. იქ რაღაც ისე მახსოვს რომ ღმერთი მთელი ერის დასჯას ითხოვს გონი ხო? და მოსე დამნაშავეებს ჯის. აპირებს კი არ ითხოვს ღმერთი. აპირებს და მოსე მე მგონი ამ იმებს ჯის. დამნაშავეებს ჯის და გადაარჩინა ერი. ანუ ეს როგორი რაღაცა არის იცით რომ აი პატიება მე თქვი და განმარტავ, მაგრამ უფრო განმარტავ უფრო კარგი იქნება ეს რომ თქვა და იესო ამბობდა მამაო მიუტევე ამათ რადგან არიციან რას აკეთებენ და გაიყვეს მისი სამოსელი. აი ეს ადგილი ჩვენ სახარებას რო ვაკეთებდით თუ გახსოვს დედანში წერია, მაგრამ მითითება არის რომ ეს არის ადრინდელი დამატება. მამაო მიუტევე რამე თუ არიციან რასაშვებია. ხო, მახსოვს რაღაც ხო, ეს დედანში ანუ პირველ ხელნაწერებში ეს არ ეწერაო. ესე არის ამ კრიტიკულ დადგენილ რომელიც სოფლიოში მიღებულია. მაგრამ სადღაც მეორე საუკუნეში ამბობენ რომ ჩამატებულია და ეს იმიტომ რომ
ებრაელების გასამართლებლადაც, რადგან ცუდად ექცეოდა რომმა ხო გადაასახლა და თვითონ ებრაელები, ვინც ისრაელში დარჩა, ისინი იმდენად საშიშები არ იყვნენ რომისთვის, ვიდრე ქრისტიანი ებრაელები. მაგრამ იმად დაბრალდათ, რადგან ისინი არიან ქრისტეს მკვლელები. და ეს ქვეყანა წაართვეს და გადაასახლეს და ეს ვიღაცა წმინდა მამის ჩაწერილია, რომ შეემსუბუქებინა ხვედრი, რასაც რომის იმპერია უკეთებდა ებრაელებს. ეხლა ისინი რატო არ იყვნენ საშიში? საერთოდ იუდაიზმი უფრო ნაკლები საშიში იყო რომისთვის, ვიდრე ქრისტიანობა. იმიტომ რომ იუდაიზმი რომაელებს არ ღებულობდა. თუ ღებულობდა 1-2 პროზელიტებს რო ეძახდნენ, 1-2 კაცი თორე ესე მასიურად ვიღაცა უნდა ყოლოდა ებრაელი ან დედა ან მამა ან რაღაცა და მასიურად არ ღებულობდა და ამიტომ მის არ იყო საშიში რომისთვის, რომ ხალხს გადაიბირებდა თავის რწმენაზე. მაგრამ მისიონერული ის დღესაც არა აქვს, ეს თავისი ეროვნული რწმენა არის და ის ქრისტიანებმა რომის იმპერია შეცვალეს, ხალხი შეცვალეს და ხალხი რომელიც რომის იმპერატორს თაყვანცემდა, უთხრეს რომ ის არ არის ღმერთი. ქრისტეა ღმერთი. და ქრისტიანები უფრო საშიში იყო, მაგრამ იმად დაბრალდათ. მოკლედ და ამიტომ არის ეს ჩაწერილი, მაგრამ ღვთისმეტყველურად ახლა მე ეს სიტყვებიც ძალიან მომწონდა და წინაწინში ამაზე მთელი ღვთისმეტყველებები მაქვს აგებული, მაგრამ ღვთისმეტყველურადაც არ არის სწორი ეს სიტყვები. მამაო მიუტევე, რამე თუ არ აიციან რასიშია, მამაო მიუტევე. ანუ ქრისტე რომ მამას თხოვს მიტევებას, იმათ პატიებას. რატო? მოცემულმა ყოველი ხელმწიფე მერე კი არ მიეცა. ქრისტეს მიეცათ, ქრისტე ამბობს, რომ ვისაც ჩემი სწამს და მე მაქვს მოცემული შენდობის და მიტევების ძალა, იქაც იმებს მღვდელმთავრებს ეუბნება, რომლებმაც თქვეს გულში რომ ეს კაცი გმობსო. ანუ განღრევს რომ მიუყვანენ, რომ იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს მიტევების ხელმწიფება, ადექი და გაიარეო. ხო? ანუ ეს ქრისტეს აქვს, ქრისტეს უნდა ეთქვა მაშინ, მოგიტევებთ. აი მამას რო თხოვ, რატო? ქრისტეს აქვს ეს ხელმწიფება ჩვენი მოტივების და ქრისტე განსჯის კაცობრიობას. ქრისტე როგორც ძე, კი არა, ნუ ქრისტე ორივე სახელია, რა თქმა უნდა, ქრისტე არ არის ცალკე კაცი, ცალკე ღმერთი. მაგრამ ქრისტემ რადგან ჩვენთვის ჯვარს ეცვა როგორც კაცი, ქრისტე დაჯდება თავის ტახტზე როგორც კაცი. ქრისტე განსჯის ყველას. ამიტომ ეს მიტევება და ამავდროულად რომ თქვათ რომ ეს აქ ეწერა და თუ ქრისტემ მამას თხოვა, მამა ხომ აპატიებდა, მაგრამ ეპატიათ რომ ანუ გადარჩნენ ისინი, პატიება ხო გადარჩენა არის. ამიტომ ადამიანს რაც არ თუ უძღებიშვილივით არ მიხვდა რომ მე დავაშავე მამასთან, მე დავაშავე ღმერთთან, მე არა ვარ მართალი. ის მღვდელმა რაც არ უნდა წოდების შენდობა წაუკითხოს, თუ ის არასწორად ფიქრობს, თუ იმას პრეტენზიები აქვს ღმერთთან, თუ ის იმას არ მოწონს ის რაც ქრისტემ თქვა და ასე შემდეგ, ის ვერ გადარჩება, შენდობის ლოცვა კი არ გადაარჩენს მას. თუ ქრისტეს ყიდის ახლა იუდას როგორ უნდა მიუტევოს? ხო, სადმე უტევან ხო თქვა, როგორ ამატიოს? არ ღებულობს. რა სიტყვა თქვა, ხო, ჯობდა არ დაბადებულიყო, სადამბოს შეუნდეო მიუტევებო. ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც შენდობა დამოკიდებულია შეგნებაზე. შენ. ხო, შენ შეგნებაზე. თუ შენ ვერ შეიგნე შენი შეცდომა და დანაშაული, რაში გაქვს? და თუ ის ცნობიერებაში და საქმეში არ გამოასწორე, შენდობა არ ხდება, რაც არ უნდა რა ვიცი, ღმერთი ვერ გშველის, თუ შენ ვერ შეიგნე. რა თქმა უნდა, აი მე ვამბობ ხშირად რომ სიტყვა ღმერთი არ აცხონებს, უნდა ამოიღო. ხო. ღმერთი არ აცხონებს, ეგა არა, ვერ აცხონებს. ვერ გადაარჩენს, იმიტომ რომ მას არ უნდა. რა თქვა მიროა ჯოჯოხეთის ყარიო შიგნიდან არისო ჩაკეტილი. ხო, კი ბატონო. ისეთი წარმოდგენა აქვს ხალხს, რომ გარედან ანგელოზებს მოქცომი აქვს დადებული და დგანან და აქეთ გარეთ გამოსვლა უნდა და არ უშვებენ. არა, შიგნიდან არისო და შიგნიდან ჩაკეტილი რას ნიშნავს, რომ შენ გაქვს შენს გონებაში ჩაკეტილი იქიდან გამოსასვლელი კარი და
ანუ ქრისტიანობა არის ხო და იმის გაგრძელება მინდოდა რომ აი ეს ქრისტიანობაში შენ შეგნებაზია ეს მარტო ქრისტიანობაში ესე თუ სხვა რელიგიებში მაგალითად არც იუდაიზმშია ეს არც ისლამშია ნუ ბუდიზმში ხო საერთოდ ეს შენდობა და მსგავსი რაღაცები არც ბუდიზმი რელიგია არც არის უბრალოდ მიღმიერ სამყაროზეა საუბარი მაგრამ მდგომარეობაზე უფრო თორე იუდაიზმში დაკლავ იმას რაღაცა ზვარაკ შესაწირს და ცხვრის და თხის იმით ხდება ისლამშიც კიდე რა ვიცი იმდენი ფორმები აქვს ხელის ჩამორთმევიდან დაწყებული რა ვიცი წყლის დაბანვიდან დამთავრებული შენდობის რომ ესე შეგნებაზე და აზროვნებაზე და ცნობიერებაზე როა დამოკიდებული ცოდვის შენდობა ეს მარტო ქრისტიანობაშია ეს ეხა ბიბლიაშიც ძველ აღთქმაში ადამმა რო ცოდა და ღმერთი რომ მოვიდა და ადამი ხეს მიეფარა მიემალა რო დაეტოვებინა სამოთხეში ადამი დღემდე იგივე მდგომარეობაში იქნებოდა ხო სამოთხეში ღმერთი და ადამი დარბის ხან ერთხეს მიემალება ხან არ იქნებოდა მისთვის სამოთხე ბედნიერება მე ოქროპირი გამარტავს რატო გაუშვაო ღმერთმა სამოთხიდანო ადამიო ესეც მოწყალება იყო როგორც მეფეო საკუთარ ძესო ძვირფასი სამოსით მოსავსო და ამას არ დააფასებსო მერე გახდისო და ჯვალოს ჩააცმევსო იმისთვის რომ იცოდესო რა ეცვაო როგორი დიდებული სამოსიო და ესეო ღმერთმა გაუშვაო სამოთხიდან ადამი იმისთვის რომ შეეგრძნო რა დაკარგაო და არა ის რომ რაღაც ღმერთი შურს იძიებს და ადამიანს სჯის მაგრამ აი ხა რასაც შენდობაზე ვამბობდით რა აი ხა ადამიანისთვის რომ დაეტოვებინა სამოთხეში რა იქნებოდა ტანჯვა ადამიანისთვის სამოთხე იქნებოდა ჯოჯოხეთი არხვა იწყება და მე მინდა ჩვენს მსმენელს ჩვენს მრევლს მოუწოდო რომ განსაკუთრებით ისინი რომლებსაც უჭირთ მარხვა არ მიაქციონ დიდი ყურადღება მიირთვან ის რითაც შეძლებენ ჯანმრთელად იყონ და არასაყვედრელად იცხოვრონ როგორც თავიდან თქვით არა იმისთვის რომ ფუფუნებით ჭამო და სვა და იქეიფო არამედ იმისთვის რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნო და არ მიატოვოთ ეკლესიაში სიარული მოგბრძანდით და ეზიარეთ და ღმერთი შეგვეწევა და ამ დიდ განსაცდელებს აგვარიდებს რაც ჩვენ თავს დაგვატყდა ამიტომ პირველ რიგში მარხვა არის სხვის ხარჯზე რო არ იცხოვრო არ იყო კორუფციონერი და არ გაძარცო ერი თუ მთავრობაში ხარ მარხვა არის პირველ რიგში მოყვასის მიმართ კეთილგანწყობა და მარხვა არის ღმერთის და კაცის სიყვარული ეს არის მარხვა და არა ის რას შევა პირში და რას შევჭამ და რას არ შევჭამთ მაცხოვარი ამბობს რომ პირიდან გამომავალი ყოფავს ადამიანს და არა პირში შემავალი ადამიანი არის სული და ადამიანისგან რა განწყობები გამოდის მოყვასის მიმართებაში, ღმერთის მიმართებაში, სამშობლოს მიმართებაში, იმის მიხედვით ცხონდება ან დაიღუპება და არა იმის მიხედვით, რას შეჭამს, ხორცს, ყველს თუ ლობიოს. ეს არის პირობითი, რაც შეიძლება მარტივად უნდა შეძლო განსაკუთრებით მარხვაში ცხოვრება და არა მხოლოდ მარხვაში, მთელი ცხოვრება უნდა იკვებო იმით, რაც შენს გონებას არ წაგართმევს, რომელიც არ მიეჯაჭვება მიწას, როგორც ერთი ტალანტის მქონე მუთხა მიწაში დავმარხეო შენ მიერ მოცემული, აი მიწაში დამარხვა ნიშნავს, რომ ის მონაცემები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მიწას კი არ უნდა იმსახურებოდეს, მიწის ყიდვას, მიწას არ უნდა ვანაცვალოთ მოყვასი და მიწაში არ უნდა გავცვალოთ ჩვენი ძმა ამ ფულში ან სიმდიდრეში, არამედ რაც გაგვაჩნია, ის ვამსახუროთ ჩვენ და ვამსახუროთ ჩვენს მოყვას, ჩვენს ოჯახს, ჩვენ შვილებს და აი ასე ქრისტიანულად უნდა შევძლოთ მარხვაც და ქრისტიანული ცხოვრებაც. ღმერთი შეგეწიოთ, ქრისტე იყოს თქვენთან და ბედნიერები ხართ, რომ ხართ ქრისტიანები და ბედნიერები ხართ, რომ ქრისტიანულ სამყაროში დაიბადეთ და
ნუ იქნებით უბედურები და ნუ გახვალთ ამ ქვეყნიდან ისე, რომ ქრისტე არ შეიცნოთ. ჩვენთან არც ღმერთი. ამინ.